ახალგაზრდებს მინდა მივმართო რამოდენიმე სიტყვით. პირველ ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანას ყავს უაღრესად ნიჭიერი, ჭკვიანი, გამბედავი, განათლებული, ერუდირებული და ძალიან თავდადებული ეროვნული ახალგაზრდობა, რომელიც ამ ქვეყნის მომავლით დაინტერესებულია და ამ ქვეყნის მომავლის ავანგარდში დგანან. მათი ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს დარწმუნებული ვარ. რამე თუ მათი შთაგონება არის სამშობლო, პატრიოტიზმი და სიყვარული. ასეთი ეროვნული ახალგაზრდობა ჩვენს ქვეყანას ბოლო 35 წელია არ ყოლია. და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს თაობა მიიყვანს ჩვენს ქვეყანას საბოლოო გამარჯვებამდე და ეს თაობა დაუსვამს რუსულ იმპერიალიზმს ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ახალგაზრდები უნდა ინატროს ნებისმიერმა სახელმწიფომ და ნებისმიერმა ქვეყანამ. საჩუქარია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ეს ახალგაზრდები. ამიტომ ამ ახალგაზრდებს ხელის შეშლა კი არა, ამ ახალგაზრდებს ხელის შეწყობა ჭირდებათ, დახმარება ჭირდებათ, მხარში ამოდგომა ჭირდებათ დიდი თაობების და ფაქტობრივად ლელოს გამტანი თაობა გვყავს და უნდა გაუფრთხილდეთ, უნდა მოვეფეროთ და შესაძლებისთაგვარად უნდა დავეხმაროთ. მე მათ ვუსურვებ ესე შემართულად ებრძოლოთ ბოლომდე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დაუჩოქებელი თაობა აუცილებლად მიიყვანს ლოგიკურ დასასრულამდე ამ ქვეყნის გზას და ეს გზა არის საქართველოს ევროკავშირში გაერთიანება. 2025 წელს დასრულდება ჩვენი ბრძოლაც, ჩვენი ტანჯვაც და ჩვენი ქვეყანა მიიღებს სანატრელ და სანუკვარ გამარჯვებას.